გამოძიება უნდა დაიწყოს არა მხოლოდ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული ამ განცხადების გამო, არამედ გიორგი გახარიას პარტია მოითხოვს, რომ გამოძიება დაიწყოს აბსოლუტურად ქართული ოცნების ყველა იმ მაღალჩინოსნის მიმართ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აგვისტოს ომთან დაკავშირებით და მათ შორის კობახიძესთან ერთად არის კახა კალაძეც, რომელიც სრულიად იზიარებს და ეთანხმება ირაკლი კობახიძეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, როდესაც კობახიძეც და კალაძეც იმდროინდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილს და ანუ საქართველოს აბრალებს აგვისტოს ომის დაწყებას. დღეს კახა კალაძეს ვესაუბრეთ, მან თქვა, რომ ის რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მტკიცებულებად მოიხმო ირაკლი კობახიძის განცხადება აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ნიშნავს იმას, რომ კობახიძეს კალაძის თქმით ცუდი არაფერი არ უთქვამს და თქვა ის, რაც აგვისტოს ომის რეზოლუციაში დაიწერა. კახა კალაძეც საქართველოს დებს ბრალს ომის დაწყებაში, ვინაიდან ამბობს, რომ ამაში დამნაშავე არის მიხეილ სააკაშვილი. კალაძემ როგორც ჩანს ვერც იმას ხედავდა 7 აგვისტოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ტანკები იყვნენ უკვე შემოსული და ვერც გვცემს კითხვას პასუხს, რატომ აბრალებს მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებას, როდესაც ჰაგის და სტრასბურგის სასამართლოებმაც პირდაპირ თქვეს, რომ ქართულ მხარეს ამ ომში არანაირი ბრალი არ მიუძღვის და ოკუპანტი და დამნაშავე ომში რუსეთი არის. ირაკლი კობახიძემ ციტირება გააკეთა იმისა, რაც რეზოლუციაში წერია, არაფერი სხვა არ გაუკეთებია და არაფერი სხვა განცხადება არ გაუკეთებია. რეზოლუციაზე არის ხელი მოწერილი. ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, რაც მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა იკადრა, გააკეთა და რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდა. აგვისტოს რუსული ტანკები უკვე საქართველოში იყვნენ. გაქვთ თუ არა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხა თქვენ რამდენადაც არ უნდა შეეცადოთ რაღაც საქართველოში იყვნენ თუ არა. დაანახოთ საზოგადოებას ყველაფერი. ვიდეო მტკიცებულებებით, ფაქტებით, კონკრეტული ფაქტებით. იგივე ბრძანებულებები, რომელსაც სააკაშვილი აწერდა ხელს და გამოიყენეთ ეს ყველაფერი. ტანკები შემოვიდნენ საქართველოში. მაშინ რატომ მოაწერეს ამ რეზოლუციას? ძალიან დიდი ბოდიში. რა წერია? მე 5 პუნქტში წერია, რომ სააკაშვილმა დაიწყო. ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ასე არ იყო და სხვანაირად იყო? ჰაგამ და სტრასბურგმა რატო არ თქვა მაშინ, რომ სააკაშვილმა დაიწყო? იმ მოღალატეობრივ რეზოლუციას ამ ადამიანების პოლიტიკის შედეგია ის, რაც 2008 წლის 8 აგვისტოს თქვენ ვერ ხედავთ 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე. სამწუხარო რეალობა და ის კითხვები, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, იმას აუცილებლად გაეცემა კონკრეტული პასუხი. ყველა მოღალატემ და ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ირაკლი კობახიძის სახით აღიარა, რომ ომში აგრესორი იყო მიხეილ სააკაშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა აგოს პასუხი ამ ომის გამო, განაცხადა ცხინვალის ეგრეთ წოდებულმა საგარეო უწყებამ და ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ ქართული ოცნების განცხადებებს ახლა რუსეთი და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ყველანაირად ეცდება, რომ გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ, ამიტომაც ქართული ოცნება დანაშაულს საკუთარი ქვეყნის წინაშე ჩადის. კობახიძემ ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ, დრასთან დაკავშირებითაც პასუხს თხოვს მთლიანად სახელმწიფოს, რაც არის ეროვნული ინტერესების დაზიანება. აქედან გამომდინარე, გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთი კონკრეტულ ნაბიჯებს დგავს ანექსიისთვის ჩვენი ტერიტორიების. ამასთან დაკავშირებით არავითარი კონკრეტული ნაბიჯები საპასუხო არ გადაუდგავს ქართულ ოცნებას, უფრო მეტიც მათ ეს განცხადებები, რომელიც წელს გააკეთეს და რომელიც სულ თანხმედრაშია მარიონეტულ რეჟიმთან და ასევე რუსეთის პოზიციებთან, რეალურად გამოხატავს იმ პოლიტიკას, რომელიც მომავალში ძალიან აქტიურად ექნება ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნულ ძალას. ეს არის ანექსიასთან შეგუება, ეს არის სიმხდალით სავსე პოლიტიკა. ირაკლი კობახიძის განცხადებას ციტირებს და მტკიცებულებად საქართველოს წინააღმდეგ იყენებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლება აღიარებს იმას, რომ ომის დაწყებასთან დაკავშირებით დამნაშავე იყო მიხეილ სააკაშვილი და ცდილობენ ქართული ოცნების წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები გამოიყენონ იმისთვის, რათა პასუხისმგებლობა აგვისტოს ომზე არა რუსეთს, არამედ საქართველოს დააკისრონ.